ეს ვიდეობლოგი ეხება თუ ეძღვნება მარიამ ლაშხს. აი, პარლამენტარი რომ გონია საკუთარი თავი და მართლაც იმ 89 ბანდიტიდან, ვინც მოკალათებულა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდ წოდებულში, ერთ-ერთი რომა მას, მაგრამ მარიამ ლაშხამდე რომ მივიდეთ, მანამდე ერთი საინტერესო ამბავი უნდა გიამბოთ. იცით თქვენ, რა წავიკითხავ ახლა თქვენი ცნობართვით, რომ არსებობს ნობელის კომიტეტი, ნობელის პრემია და ნობელის კომიტეტი, ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა ეს. ნობელის პრემია, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოებენ ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის. აკადემიურ, კულტურულ და საბერძნიერო სფეროებში 1895 წელს შვედი ქიმიკოსის, ინჟინრისა და ინდუსტრიალისტის ალფრედ ნობელის ანდერძმა საფუძველი ჩაუყარა ნობელის პრემიის დაარსებას. 1901 წლიდან გაიცემა ნობელის პრემია ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიკისა და ფიზიკის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში. დღესდღეობით კი ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია ნობელის პრემიას გასცემს ქიმიისა და ფიზიკის დარგებში. შვედეთის ცენტრალური ბანკი, რისკ ბანკი ეკონომიკის და ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში, კაროლინსკას ინსტიტუტი ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში, შვედეთის აკადემია ლიტერატურის დარგში, ხოლო ნორვეგიის ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში. 1901-დან 2019 წლამდე ნობელის პრემია გაიცა 597 ჯერ, დღეს მეტია რაოდენობა 950 პირზე და ორგანიზაციაზე, თუმცა პრემიას რამდენჯერმე ჰყავდა ერთი და იგივე გამარჯვებული, რის გამოც დაჯილდოებულ პირთა რაოდენობა 908, ხოლო ორგანიზაციათა რაოდენობა 27-ია. პრემიით დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია იმართება სტოკჰოლმში, შვედეთში. გარდა მშვიდობის დარგში პრემიით დაჯილდოების ცერემონიისა, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იმართება, თითოეული გამარჯვებული, რომელიც ლაურეატად იწოდება, ჯილდოვდება ოქროს მედლით. ნობელის ფონდი განსაზღვრავს ფულად ჯილდოს. 2020 წლისათვის ეს თანხა იყო 9 მილიონი შვედური კრონი, რაც დაახლოებით 935,940 ამერიკული დოლარია, 848,850 ევროა დღევანდელი კურსით. ნობელის პრემია არ ითვალისწინებს გარდაცვლილი, ეს მნიშვნელოვანი პოინტია, პირის დაჯილდოებას, თუმცა თუ პიროვნება ლაურეატად გამოცხადების შემდეგ პრიზის მიღებამდე, ანუ ლაურეატად გამოცხადების რო გავიაზროთ, ლაურეატად გამოცხადების შემდეგ პრიზის მიღებამდე გარდაიცვლება, პრიზი კვლავ მის საკუთრებად მიიჩნევა. ნობელის პრემია არ შეიძლება გადაეცეს 3-ზე მეტი ადამიანის საგარეშე მდგარ ჯგუფს. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ლაურეატად ორგანიზაციის დასახელებაზე და მეორე უკვე არის ნობელის ფონდი რა არის, დაიბადა ნობელზეა უკვე ორი სიტყვა თქმული, დაიბადა 1833 წელს, იცით თქვენ რომ ის მაგალითად დინამიტის გამომგონებელია, ხო, ასევე უკვამლო დენთისა, ეგრეთ წოდებული ბალისტიტისა და ასე შემდეგ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია ცხადია, შეგიძლიათ მოიზიოთ უშუალოდ ნობელზე. ახლა მე როცა მიკითხავ საკუთარი თავისთვის, რომელი ქართველი იმსახურებდა ნობელის პრემიას წლების წინ და წლების განმავლობაში, იოლად გამიცია გულახდილად გეტყვით ამ კითხვაზე პასუხი. მაგალითად, ეს წესი რომ იყოს, რომ აი წარსულის დიდ, საუკუნეების წინანდელ დიდ პირებს ეძლეოდეთ, გადაეცემოდეთ სიცოცხლის შემდეგ ნობელის პრემია, ქართველებიდან პირველ ყოვლისა რა საკვირველია შევარჩევდი შოთა რუსთაველს. არ არის ეს წესი უბრალოდ. 1901 წლიდან დაიწყო, მერქი აქ იგითხარით ნობელის პრემიის გადაცემა იმ ხანად 1901 წელს ცოცხალი იყო რამდენიმე ქართველი მნიშვნელოვანი პერსონა, რომლისთვისაც პირადად მე რომ ვიყო ნობელის, მე რომ ვიღებდი გადაწყვეტილებას, ნობელის კომიტეტი რომ ვიყო თლიანად ლიტერატურის დარგში, მათთვის გავიმეტებდი არასდროს მათ გადავცემდი. 1901 წელს ცოცხალი იყო 14 წლის შემდეგ რომ გარდაიცვლება ის კაცი, ვაჟა-ფშაველა. ეკუთვნის თუ არა? ეკუთვნის. 1901 წელს ცოცხალი იყო კაცი ასეთი 1959 წლის მარტში რომ მოიკლავს თავს, გალაქტიონ ტაბიძე ეკუთვნის თუ არა ამ მსოფლიო პოეზიის ორფეოს, ჩემი მოსაზრებით ყველაზე დიდ ქართველ და ყველაზე დიდ მსოფლიო პოეტს, გალაქტიონს ნობელის პრემია რა საკვირველია ეკუთვნის, მაგრამ მოხდა ისე რომ არც გალაქტიონი და არც ვაჟა-ფშაველა და არც ხრები არ არიან
ლაურეატები ნობელის პრემიისა, თუმცა სხვებისთვისაც აკითხავთ მე მეტება მეთქი მაგალითად ცოცხალი როგორ არისო ოთარ ჭილაძე მისთვის მე მემეტება მიმაჩნია რომ ოთარ ჭილაძე იმ მასშტაბის მწერალია რომელსაც ნობელის პრემია ეკუთვნის მე მიმაჩნია რომ რამდენიმე მწერალმა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რამდენიმე მსოფლიო მწერალი იმ მასშტაბისა არ არის როგორც იყო თუ როგორც არის ოთარ ჭილაძე და სხვებზეც ცხადია ბევრის თქვა შემიძლია ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეკუთვნოდა თუ არა მივცემდი თუ არა მე რომ ვიყო ნობელის კომიტეტი დავაჯილდოებდი თუ არა ლაურეატი უნდა ყოფილიყო თუ არა ჩვენი სინამდვილიდან მე რა მკოსტავა სხვააც არავინ მე თუ მკითხავ კი მაგრამ სხვააც არავინ მეთქი ვთქვი და სულაც არა მაქვს სიმპათია ამ კაცის მიმართ იცით თქვენ პირიქით მის კრიტიკოსად ვითვლებოდი და ახლაც გავკრავ ხოლმე აზგარდაცვლილ ედუარდ შევარდნაძეს კვილს როცა ამის შესაძლებლობა მექნება მაგრამ აი რაღაც კონიუნქტურაზე თუ საუბრობთ და იმ წესჩვეულებებზე რომლითაც ხელმძღვანელობს ხოლმე ნობელის კომიტეტი არ ვიცი ედუარდ შევარდნაძე გორბაჩოვთან ერთად მაგალითად შეიძლება ყოფილიყო კიდეც ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში მაგრამ მაგის პასუხია პოლიტიკოსები გვახსენეთ ჩვენ და რამდენიმე პოლიტიკოსი კი მიუღია ერთ-ერთი არის ბარაკ ობამა და ტრამპი გაეჯიბრება ხოლმე სწორედ ბარაკ ობამას ახლობით შემდეგს ამბობს თუ ეს დემოკრატიკაცი რომელსაც ვერიტანს ბაიდენის არ იყოს იმსახურებდა ნობელის პრემიას მე ამ 9 თუ 10 მოვაგვარებ და მე 11-ს თუ მე 10-ს მოვაგვარებ ნობელის პრემიას რად ვერ მივიღებო რატო არ მეკუთვნისო და ასე შემდეგ ჩემი მოსაზრება არის ამგვარი რომ ნობელის კომიტეტი ტრამპს რაც არ უნდა კიდე 17 კონფლიქტი რომ მოაგვაროს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ ნობელის პრემიას კომიტეტი მას არ გადასცემს მაგრამ ეს კიდე ცალკე ისტორია რის თქმა მინდა როდესაც ვფიქრობთ ვისთვის გავიმეტებდით ან ვის შევარჩევდით მსოფლიო მასშტაბით გეუბნებავთ ნობელის პრემიის ლაურეატად ბუნებრივია ვფიქრობთ ადამიანებზე რომლებშიც ეჭვი არ გვეპარება ანუ არ შეიძლება მე ვთქვა რომ ეკუთვნის ნობელის პრემია ერთს მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ანდრეი სახაროვი ეკუთვნის ერთს და მე რამდენიმე ხანში თუ ვიტყვი მაინც და მაინც რომ ანდრეი სახაროვი იმსახურებდა ნობელის პრემიას სხვაშიც მშვიდობის დარგში თუ ვიტყვით ამას არ შეიძლება რომ თქვათ რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ანდრეი სახაროვი იყო ცუდი კაცი მშვიდობის მიმართულებით განსაკუთრებით თუ ამას ვამბობთ თუ ჩვენ წარმოთქმული გვაქვს ეს სიტყვები დაფიქრებული უნდა იყო იმ ადამიანში ვისაც ასახელებ იმ ადამიანში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს გარკვეული პერიოდის გარკვეული კონიუნქტურის გამო იმ ადამიანის წინააღმდეგ მე უკვე არ უნდა ილაშქრებდე მარიამ ლაშხი არის ესეთი დეპუტატი იცით თქვენ უსაური კალბატონია მე გაგაცნობთ რა თქვა მარიამ ლაშხმა 2023 წელს 28 მაისს 2 წლის წინ მან თქვა ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებსო ირაკლი ღარიბაშვილიო ანუ არც ერთი სხვა მთელი მსოფლიოდან ახლო აღმოსავლეთიდან ცენტრალური აზიიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპიდან არავინ იმსახურებს მისეული გაგებით ასე ფიქრობდა ყოველ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალბატონი ლაშხი არავინ იმსახურებდა ნობელის პრემიას წამოწდენაო ბევრი თქვენგანი იტყვის ასე არ ფიქრობს ქალბატონი ლაშხი იმათონო არ ფიქრობს მაგრამ ეს წამოწდენა კი არ არის ეს არის გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის და ქალს არ უნდა აკადრო ეს არავითარ შემთხვევაში მაგრამ აი ცოტა მეცნები ცოტა კულტურულად თქვა ეს არის ღარიბაშვილთან იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან 23-ში ღარიბაშვილი იყო პრემიერი მიერთების მასთან მის გადაბსკვნილობის წველი სურვილი მარიამ ლაშხი ამით უდასტურებდა ირაკლი ღარიბაშვილს
რომ მისი, ანუ ღარიბაშვილის თანაგუნდელი იყო და არ და არასდიდებით არ უღალატებდა მას, მით უმეტეს არ უღალატებდა კი არა დაიცავდა, მოდი ასე ვიტყვი, ყველა იმ შემოტევისას, რომლის ახორციელებდნენ ღარიბაშვილი პრემიერის წინააღმდეგ კოლექტიური ნაცები. მარიამ ლაშხი ამბობს შემდეგ სიტყვებსაც უყურეთ, როგორ მიმართავს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს. ბატონო ირაკლი, მინდა პირველ რიგში ის ვიხდი უნდა გაჩვენოთ ყველა დეტალს მიაქციეთ ყურადღება ამ ცოტა იმ მომენტისთვის, როდეში კარგად რომ მოვატრიალოთ იმ დასაწყისშივეა, ცოტა იმ მომენტისთვის კეკლუცობდა მარიამ ლაშხის. თავიდან საყვარელი. ბატონო ირაკლი, მინდა პირველ რიგში მადლიერებით დავიწყო ითმენისთვის და მტკიცეთ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის. როგორ უყვარს არა? იმ პერიოდისთვის როგორ უყვარს მარიამს ირაკლი და როგორ ეტრფის მეთქი ცხადია ესე პირდაპირ ტრფობას არ გულისხმობ ხო იმ კონოტაციით ტრფობას არ გულისხმობ რაც წაგეფიქრათ. ეტრფის როგორც პრემიერს, როგორც მამაკაცს არა, როგორც პრემიერს როგორ მიაჩნია ის ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესო პრემიერად მაშინ ისევე როგორც ახლა გალბატონ ლაშხს მიაჩნია რომ საუკეთესო პრემიერი არის ირაკლი კობახიძე და არ გამოვრიცხავ რომ ასე წაეკვეკლუცოს ის საზოგადოებასთან ირაკლი კობახიძეს უკვე ამჟამად ირაკლი კობახიძეს რომელთანაც გადაფსკვნილობას ისევ მეორედ ვიტყვი ვიხმარ ამ სიტყვას ცხადია ლაშხი და არა მხოლოდ ლაშხი ცდილობენ ირაკლი კობახიძე მართლაც მათი ლოკალური გუნდის ლიდერია რასაკვირველია მონა დამორჩილი ბიზი და ივანიშვილისა, მაგრამ ესენი ბიზი და ივანიშვილს გარწმუნებთ წელიწადში ერთხელაც მე ნახულობენ და ირაკლი კობახიძე კი როგორც დაახლოებული პირი ოლიგარქთან მათთვის მოადგილეა, ასე ვიტყვი, ზევსისა ან ზევს ოლიმპოს მთაზე ყოფისა და აქედან გამომდინარე ისევ როგორც ღარიბაშვილი იყო მოადგილე ზევსისა, აქედან გამომდინარე ახლა ეს კონიუნქტურაა შექმნილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და შუაშია და კობახიძე უნდა აქონ, თუმცა გამოხდება ხანი გარწმუნებთ და თუ კობახიძეს ფეხი დაუწდა ზუსტად ისე, როგორც დაუწდა ფეხი ღარიბაშვილს ნაკებს ამ შემთხვევაში ლაშხის და სხვა შემთხვევაში სხვათა მიერ თუ მხრიდან ესენი იქნებიან პირველები ან ერთ-ერთი პირველები, ვინც კობახიძესაც არ დაიცავს, ესენი არ დაიცავენ კობახიძეს და ფიგურალურად რომ თქვა, ესენი გააქანებენ და ზურგში ლახვარს ჩასცემენ ირაკლი კობახიძესაც კი. და ქართული ოცნების სხვა მრავალ სიავეთა შორის ერთ-ერთი სიავე სწორედ ის არის, რომ ისინი სწირავენ საკუთარ თანაგუნდელებს არ დავცინიო, არავინ არ ჩათვალოს, ხო არ ქილიკო, მაგრამ ისინი სწირავენ თავიანთ საკუთარივე თანაგუნდელებს, ანუ პირებს, რომლებთან ერთადაც იყვნენ, სწორედაც რომ გადაფსკვნილები არც თუ დიდი ხნის წინ. გაწირულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი სხვათა შორის რატომღაც და ამაზეც გავაკეთებ კომენტარს უკვე შემდგომ თუ რამ გავიგე, ამ შემთხვევაში ორი თვით გადაიდო, რატომ სწირავენ ირაკლი ღარიბაშვილს და იმიტომ რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილი, იმიტომ კი არა რომ ირაკლი ღარიბაშვილი დამნაშავეა მათი გაგებით, მათი აღქმით, მათი ხედვით, არამედ იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვების არ იყოს არის მოღალატე და არ აინტერესებთ ირაკლი ღარიბაშვილის არგუმენტები ჭყალებში თუ უბჭყალებოდ რატომ გადადგა მან ის ნაბიჯების გადადგა, რატომ უღალატა ირაკლი ღარიბაშვილმა მამასა და მარჩენალ ბიზინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლოს სიტყვაც კი არა აქვს სათქმელი მათთან, როგორც მოღალატეს ჩავარდა ის და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მისივე გუნდი რაც თავარია და მამა მარჩენალი ბიზინა ივანიშვილი უღალატა რა იმ პრინციპებს, მაგრამ ამბავიც ის არის, რომ არ ვიცი რამდენად ქალბატონ ლაშხი სიმართლე გითხრათ მისი კონებრივი დეკლარაციისთვის ან ფინანსური მდგომარეობისთვის არ ჩამიხედავს და არც მსმენია დიდად უშუალოდ მისი კორუფციული გარიგებებისა და ხლართების თაობაზე, მაგრამ ასეთი ირაკლი ღარიბაშვილი ჭყალებში ცხადია, ანუ კორუმპირებული ხელის მომთბობი, მაფიოზი, ფულსა და ქონებაზე გადაფსიხებული და გადაციკლული სხვადასხვა საწარმოების წილში შესული პირდაპირ
თუ ირიბათ მათ ამ 99 დეპუტატში ლაშხზე არ ლაპარაკობ კონკრეტულად ხავთ ბევრი გვერდით ან გვერდით რომ უზის ქალბატონ ლაშხს ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით ქალს არ უნდა აკადრო რასაკვირველია ამიტომ ცოტა მოგზალებულად ან ლიტერატურულად ვიტყვი ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით უნიშნელო პერსონა მოდი ასე ვთქვათ ნინო წილოსანი რა ამგვარი არ არის ამგვარები არ არიან პირები რომლებიც სხვადასხვა კომპანიებში ფლობენ წილებს პირდაპირ ირიბწილებს და ყაჩაღობით არა პირდაპირი ან პირდაპირი მნიშვნელობით არიან რეკეტით დაკავებულნი ოღონდ არიან საქართველოს ხელისუფლებაში ამ შემთხვევაში პარლამენტში და ერთგვარი იმუნიტეტით სარგებლობენ ეხლა შეეხება გავტევ ლაშხის მიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას თმა შეღებილს და ვარცხილობა დაყენებულ ქალბატონ ლაშხს ხო რომელიც ფრიად შეწუხებული იყო სულ დიდი ხნის განმავლობაში და ახლაც ფრიად შეწუხებულია და ხო რომელიც სხვათა შორის ლაპარაკობდა რომ მასონების ჯერა თუ რას ლაპარაკობდა აღარ მახსოვს რაღაც გავს ლაპარაკობდა რომ მასონები მართავენ ასაკურველი ანუ მისი ინტელექტუალური დონე არის ძალიან დაბალი და სამართლიანობა ამ ქვეყანას ყავს ამგვარი შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ადამიანები ქალბატონი ლაშხი აუწიოთ ხმას ღარიბაშვილზე ამბობს შემდეგს ოდიში გადაუხოს უნდა აგოს პასუხობა ივან დავიდან დავიწყოთ 19 წამიანი ვიდეო ნებისმიერმა ადამიანმა ვინც სახელმწიფო ინტერესებიდან გადაუხოს უნდა აგოს პასუხობა ივანიშვილი ეს ის პირი არ არის სახელმწიფო ინტერესებიდან ვინც გადაუხვია ხომ არ საუბრობს მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილზე რომელიც 2.5 წლის წინ ნობელის პრემიაზე წარადგინა არა დაასახელა და თქვა რომ კარგი იქნებოდა იმსახურებს ირაკლი ღარიბაშვილი რო დაეჯერებინათ მართლა რომ მომხდარ იყო წარდგენა საქართველოს პარლამენტსაც ჰქონდა სხვადასხვა წარდგენის უფლება მაშინაც პარლამენტარი იყო ქალბატონი ლაშხი გაეტანა მაშინ ქართულოს თემაში და ემანდ ხო წარმოუდგენელია მაგრამ აი ეს ირაკლი ღარიბაშვილს რომ მიიღო ნობელის პრემია შესაბამისად 1 წლის წინ ხო ან წელს დეკემბრის თვეში ეხლა გაიმართება უახლოეს დღეებში ეს არა უბრალოდ გაიმართა თუ არ ვწდები ხო რო დაეჯერებინათ და ღარიბაშვილს რომ მიიღო ამგვარ კომენტარს ნობელიან ღარიბაშვილზე გააკეთებდა ამიტომ არ უნდა გისწრებდეს 8 კაპა ენა წინ და არ უნდა ასახელებდე პირებს რომლებიც დაგაღალატებენ ან შენ უშუალოდ ან შენს მამამარჩენელს თავარს ბიზნა ივანიშვილს შემდეგი ნაწილი ამ პასუხებისა ჟურნალისტი მისდევს ლაშხი მირდბის თუ მიდის მარჩოლური ვარცხილობა დაუყენებია მაგრამ ის პასუხია და შემდეგ ნახეთ რას ამბობს რა შეეშალა ასეთი ღარიბაშვილს თავარი არის ქვეყანასთან აშეკიშეულს და ხალხთან აშეკიშეულს და რა შეეშალა ქვეყანასთან ღარიბაშვილს მაშინ ივანიშვილთან რაზეც აქვს აყენებული ნებისმიერმა ადამიანმა გავახსენოთ ქალბატონ ლაშხს რაზე აქვს ბრალიც აყენებული მე გეტყვით რომ ბრალის ზოგადი ჩარჩოებით მაინც აქვს კორუფციაზე მაფიოზობაზე უკანონო შემოსავალზე და ასე შემდეგ როგორც ამას არჩივის თუ თლად გულახდილები ვიქნებით ქალბატონ ლაშხი ჩივის იმას რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და აღალატა ბიძინა ივანიშვილი ისეული გაგებით და ობიექტურადაც დააღალატა რასაკვირველია ასე არ უნდა გადაღორდე ბოდიშ ვიხდი რასაკვირველია ხალხთან ასე არ უნდა გადაღორდე როგორც გადაღორდა კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილი ნინუკა ნანუკას ჩავხედოთ თქვენი ზეზა თქვენი ასნებართვით აგვარია თამაზაშვილი ესე აგვარება შესაძლოა ვწდები, მაგრამ უკან ანუკას ბოდიშ ვიხდი. არ
ქართულად ხო არ არის? არა, ქართულად არ არის. არა საინტერესო. ანუ ღარიბაშვილის მეუღლეს ვეძებ, რომელსაც ბოლო პერიოდამდე ბიზინა ივანიშვილის ფოტო ქონდა ავატარ ფოტოთ დაყენებული. რა ქვია, ნუნუკა თუ ეცნებ. თუ ნუნუკა რა მაშინ ნინუკა და მე ნახავ. ნუნუკა თამაზაშვილი. არ არის. როგორც ჩანს, ნუნუკა თამაზაშვილს მოდის ვიხდი ინგას დაურეკავ ვკითხავ რა. ვენცამს ვკითხავ, ხო ნუნუკა ქვია. დავგუგლოთ ესე ჯობია ნინგა არიღებს ხოლმეს. დავგუგლოთ ნუნუკა ესე მახსოვდა? დიახ, ნუნუკა სწორი მახსოვდა, ნუნუკა. კარგია რომ გავიხსენე და აქ ნუნუკა. People. თუ არ დამბლოკა, შესაძლოა დამბლოკა არ გამოვიცხა. როგორც კარგად ხატო არ გამისმის რატომ. მაშინ გავუტო ნუნუკას გაუქმებული ჰქონია თავისი Facebook გვერდი. თავის ბიზინა ივანიშვილის ავატარის ფოტო იანა. ასე დაიკარგა Facebook-ის ისტორიაში მხევალი ღვთისა მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილისა. პირი რომელთანაც აგვარია ეს გოგო მარიამ ლაშხს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა შესაძლოა დაბლოკილი ვარ. მე მეორე აკაუნთი არ მაქვს, ეხლა ის და მაინც შევამოწმო და გადავამოწმე. ასეთია ცხოვრება, ნაყოფის.